გახსენოთ მოკლედ ამერიკის შერკინება, მაგრამ გაუჭირდება ამერიკას ამ შერკინებაში დადგომა და ჩვენი გაზრალიანება. უსაშმა შეაგდო შერკინებაში. ერთ აგდებს ჩვენები ადრე მიაწვნენ, ისინი აღშფოთებული არიან, რა თქმა უნდა, არ უნდა მივაწვეთ ადრე. მე მგონი დროზე რომ მივაწვეთ, მაინც დავახეინებთ უკან. და 87 წუთი გავიდა იმ პაუზებიანად. ალბათ ბოლო ბურთია. განმეორებით ამერიკელები შეაგდებენ ახლა შერკინებაში ბურთს. კიდევ მიაწვნენ ჩვენები, ისინი არ აგდებენ, მე უკან დაიქეს აბუსერიძე მივიდა და ბურთთან და რა ხდება იქ ახლა? ჩვენს მხარეს დარჩა ბურთი სულიად აშკარად. ჩვენ აგვაქვს ბურთი. ხაზე ხელი პასი ხაზე და ლერო. და ფრეარიდან შეიძლება მატჩის მოგრება. მინიმუმ 17 მინიმუმ 17 და რეალიზაცია უნდა დავარქათ. ამიტომ გეუბნებოდით რომ არანაირი სასწაულები არ ხდება, მხოლოდ ბოლომდეა თამაში, ბოლო წუთებამდე. და კვირიკაშვილის პასი შინებული პასი და ლექსო გუგავას ყველა აქეთ იყო შერკინებასთან მოსული კვირიკაშვილმა დაინახა რომ ლექსო მარტო იქიდა მისაის ბელი პასი. რა კარგად დაინახა. დიახ, უკვე კმაყოფილი მაყურებელი ფეხზე ამდგარი ბოლო 10 წუთი აი ასე გულშემატკივრობ სტადიონზე შეკრებილი მაყურებელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 17-17-ია. პროგრამა მინიმუმი შესრულებულია. პროგრამა მაქსიმუმი მატჩის მოგება გახლავთ. ამისთვის კი რა არის საჭირო? რეალიზაციის გატანა და განმეორებით კიდევ ერთხელ ლექსო გუგავას ლელო კვირიკაშვილის ჩინებული პასის შემდეგ. ახლა მეკოდა არ თავს რა თქმა უნდა კარში გვახსოვს აქ შარჟან დიახ თებერვალში პორტუგალიასთან დიდი ცხუბით და დავით არაბის მერე ლელოც რო დავდეთ და მერე მეკობრო 2 წუთი იცადა სანამ დაარტყმეინებდნენ იმ გარდასახვას და გაიტანა და თამაში გააფრია. ეხლა ფრიარი უნდა მოგვაგებინოს. უკვე ფრია. უნდა მოვიგოთ დღევანდელი მატჩი. აი ახლა უნდა დამშვიდეს, დაწყნარდეს. რა ნერვები უნდა ახლა მორაგბეს, რომ ამ სიტუაციაში აუღელებლად დაარტყას რეალიზაცია. ამრიგად ბურთთან ვერა კვირიკაშვილი. ჩვენი ნაკრების კოლორიტი. ვერა კვირიკაშვილი. კოლორიტიც და იმედიც დღევანდელ შეხვედრაში. 200 საოცრების მოწმენი უნდა გავხდეთ. გამორბენი დარტყმა და ბურთმა გაიარა ძელებს შორის. მოგებულია საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების შეხვედრა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უდიდეს ბრძოლაში შინებულად დაამარცხა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები და ეს შინებულობა გამოიხატა ზუსტად იმ ბოლო დასკვნით ფაზაში, როდესაც ჩვენმა მორკინალებმა და ხაზის მოთამაშეებმა როგორც იქნა დაალაგეს და აწყვეს ის თამაში, რომელმაც გამარჯვებამდე მიიყვანა საქართველოს ნაკრები. ზეიმობს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. რა თქმა უნდა ზეიმობენ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეები. ისინი ვინც ყველაფერი გაიყოსა იმისოდ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები დაემარცხებინა უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში.